ცოცხალია თუ არა მოჯთაბა ხამენეი, ამ კითხვაზე პასუხი უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ირანიდან ახალი ფოტომასალა გავრცელდა. ქალაქ მეშჰედის ცენტრში უზარმაზარ ბანერზე ისლამური ქვეყნის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეისი და სხვა სამხედრო პოლიტიკური მაღალჩინოსნების გვერდით არის გამოსახული, რომლებიც თეհერანის თანახმად მოწამეობრივად აღესრულნენ. ირანის ხელისუფლება საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ისლამურ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ბანერები თუ გამოსახულებები მთავრობასთან შეთანხმებით მზადდება და საჯაროდ ჩნდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეհერანი მოჯთაბა ხამენეის მკვდრად მოიხსენიებს. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსთან დაახლოებულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასნიმმა ახალ წარსულში გამოქვეყნებულ სტატიაში უზენაესი ლიდერი რევოლუციისას დაღუპულად მოიხსენია. მოგვიანებით კი ირანულმა მხარემ მომხდარი ორი ვერსიით განმარტა. ერთის მიხედვით ეს იყო შეცდომა, მეორე ვერსიით კი იგულისხმებოდა არა მოჯთაბა, არამედ აიათოლა ალი ხამენეი. არჩევის დღიდან ირანის უზენაესი ლიდერი არც საჯაროდ გამოჩენილა, არც მისი ვიდეო მიმართვა არსებობს და არც აუდიო ჩანაწერი. თეհერანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებებს სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ეთერით დიქტორს აკითხებს. დასავლური მედია ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 28 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეისთან ერთად სერიოზული დაზიანებები მიიღო მისმა ვაჟმა, რის გამოც კიდურებზე არაერთი ოპერაციის გადატანა მოუწია, სახეზე კი დამწვრობა მიიღო. სხვა წყაროების თანახმად მიღებული ჭრილობების გამო მას პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. უზენაეს ლიდერს კი თავად ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობდა, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია. დასავლელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო მედია აცხადებენ, რომ მსგავსად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გამოხატულებაა თეհერანის მხრიდან პროპაგანდისტულ გზავნილებში არევა. ასევე მანიშნებელია იმისა, რომ ისლამური ქვეყანა მმართველების თვალსაზრისით ახლა უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია, ხოლო მოჯთაბა ხამენეის სიკვდილის ოფიციალური დადასტურება ირანის ბრძოლის უნარიანობას საბოლოოდ ჩამოშლის.